მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტა რუარხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რა გადაწყვეტილება მიიღო ჩემთან ურთიერთობაში. დღეს გვაქვს სამპოზიციანი გაშლა, თქვენ წინაშე არის პოზიციები. როგორც ყოველთვის, ირჩევთ პოზიციას ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. პოზიციების გადარჩევა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია, რასაც წავიკითხავ თქვენზე არ იქნება რეზონირებული. რაც შეეხება უკვე ჩაწერილ ვიდეოებს, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უყუროთ. ვიდეო მაშინ იწყებს თქვენზე რეზონირებას, როდესაც უსმენთ და კავშირში არ არის ის, როდის არის ატვირთული საიტზე. პირადი კონსულტაციებისთვის მომართეთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. დავიწყოთ პირველი პოზიციის განხილვით, პირველებო მოგესალმებით და გავიგოთ ასეთი რამ. რა გადაწყვეტილება მიიღო იმ პიროვნებამ, ვიზეც ახლა თქვენ ფიქრობთ, თქვენთან ურთიერთობაში. რა გადაწყვეტილება მიიღო მან? შორის აქ არის მისგან კომუნიკაცია სიახლე, შეტყობინება, რაღაცის ახსნა, მისი გადაწყვეტილების დაფიქსირება. ეს შეიძლება იყოს წერილი, პირდაპირ მნიშვნელობით მისგან ახსნა განმარტების მესიჯი მიიღოთ, ან სიტყვებით მოგმართოთ, პირისპირ შეგხვდეთ, ვისაც როგორი სიტუაცია გაქვთ, თუ თქვენს პარტნიორს უყვარს კომუნიკაცია პირისპირ, შეიძლება ამ პიროვნებამ შეხვედრის დროს რაღაც ისეთი კონკრეტული გადაწყვეტილება გაგიმშღავნოთ, სადაც თავის გრძნობებს თუ მიღებულ შეგრძნებებს გაგიზიარებთ. იცით არის, მოდის ესეთი ინფორმაცია, რომ ეს პიროვნება გეტყვით, რომ საკუთარ თავში ჩაიხედა, ჭეშმარიტი ემოციები გააცნობიერა, რეალობას ობიექტურად შეხედა, დაინახა ყველაფერი და აი ამის ფონზე დაიწყებს საუბარს. ანუ მისგან მოდის აღიარება, რომ მე დავფიქრდი ამ საკითხზე და ახლა მინდა, რომ ეს ჩემი შინაგანი ემოციები შენ გაგანდო. მან გადაწყვიტა, რომ სურს თავისი პოზიციის გამოხატვა, დაფიქსირება. რადგან შეიძლება ახლა ისეთ სიტუაცია გაქვთ, რომ რაღაცაზე დააფიქრეთ, ან რაღაცაზე მიუთითეთ, თუ ნაწყენი ხართ, თუ ურთიერთობა გზაჯვარედინზეა და არ იცით სად მიდიხართ და თქვენ რამე კონკრეტულ ენერგიას მისგან ელოდებით, ეს პიროვნება აუცილებლად ამ კონკრეტულ ენერგიას თქვენთან მოიტანს. ეს კარგია, რადგან გაურკვევლობიდან გამოდიხართ, ხედავთ, მან გადაწყვიტა, რომ გამოვიდეს გაურკვევლობიდან, რაღაცებს ფარდა ახადოს, ისაუბროს, თუ ჩაკეტილი არის ეს ადამიანი, მით უმეტეს კარგი ნიუსია თქვენთვის, რომ ეს პიროვნება ისაუბრებს. და სხვათა შორის შეიძლება ესეთ რაღაც გითხრათ, რომ ეს რასაც ვამბობ ახლა მისი სიტყვებია. ეს რასაც ახლა შენ გეუბნები, ეს არ არის ემოციური აფეთქების შედეგი. ანუ ეს პიროვნება საკუთარ თავში რაღაცებს აანალიზებს და არ უნდა რომ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება ან ნაჩქარევად გიპასუხოთ, ელოდება, როდის ჩაცხრება მისი ემოციები და როდესაც ცივი გონებით მიიღებს გადაწყვეტილებებს, მაშინ დაიწყებს ლაპარაკს. ეს პიროვნება გადაწყვეტს, რომ ურთიერთობაში შემოიტანოს გამჭვირვალობა, თქვას სიმართლე. და თქვენში დაგროვილი შეკითხვები თუ პასუხგაუცემელი ენერგიები ერთხელ და სამუდამოდ დააწერტილოს. აქ კარგი პასუხი არის, ანუ გადაწყვეტილება მიიღო მან. იცით რა არის, აქ მოდი გავაკეთოთ ასეთი შეჯამება. აქ კონკრეტულად დღევანდელ ჩემს გაშლაზე არ ამოვიდა კონკრეტულად
რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ანუ დაშორდებით ურთიერთობა გრძელდება თუ რა, უბრალოდ მოდის აქ ესეთი ენერგია, რომ თვითონ უახლოეს პერიოდში კარტმა ეს მიგვანიშნა. კარტმა არ აიღო ის პასუხისმგებლობა დღეს თავის თავზე, რომ მის მაგივრად ისაუბროს, რადგან უახლოეს პერიოდში ეს ადამიანი პირისპირ თუ წერილობით დაიწყებს სიტუაციის გარკვევას, სიტუაციის, ასე ვთქვათ, განმუხტვას, თავისი აზრის დაფიქსირებას და თვითონვე იტყვის ამ ურთიერთობაში რა სურს, თქვენგან რა სურს, რა არ სურს, რა არის მისთვის მისაღები, რას ფიქრობს, რა გააცნობიერა, რას გრძნობს, აბსოლუტურად ყველაფერს იტყვის, რადგან ეს პიროვნება ახლა თავის თავში ზუსტად ამ პროცესს გადის და აი ამ სიტუაციას ალაგებს, რომ დროა, ზუსტად ის დროა, რომ ურთიერთობაში რა სურს და რა გადაწყვეტილება მიიღოს, ამაზე კარგად ფიქრობს და გამჭირვალე, სიმართლე, არაფერი შელამაზებული, ესეთი პირდაპირ სუფთა სინდისით თქვენთან წარსდგება და იტყვის ყველაფერს. სხვათა შორის შეიძლება გაუცდეთ კიდეც, რომ ეს ადამიანი ამდენი ხანი დახურული იყო ემოციურად და ახლა ის დრო დგება, რომ ეს პიროვნება გაიხსნება, ალაპარაკდება და თქვენს შვებას მოგვրით ეს ფაქტი. დაგემშვიდობებით, ჩემო როგორც ჩანს, მას თვითონ უნდა რომ ყველაფერი თქვას, აქ კარტმა უბრალოდ მიგვანიშნა, დღეს პასუხი მოვიდა ასეთი, რომ ეს პიროვნება თვითონ იტყვის თავის სათქმელს, ანუ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ახლა გადავიდეთ ჩვენ მეორე პოზიციაზე. მოგესალმებით, ჩემო მეორეებო და გავიგოთ თქვენს შემთხვევაში რა ხდება, გავარკვიოთ რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენს მიერ ჩაფიქრებულმა პიროვნებამ თქვენთან ურთიერთობაში. აქ შეიძლება იყოს ორ პარტნიორს შორის არჩევანი და თუ ახლა სამკუთხედი გაქვთ, შეიძლება აქ იყოს ისეთი საკითხები თქვენს ურთიერთობაში, რომ ან ის აირჩიე, ან მე ამირჩიე. შეიძლება ეს არ უკავშირდებოდეს მაინც მესამე პირს, მაგრამ რაღაცა გარემო ფაქტორს უკავშირდებოდეს არჩევანი. ან შეიძლება უთხრით, რომ ჩამოყალიბდი, გინდა თუ არა ჩემთან სერიოზული ურთიერთობა, თუ არ გინდა დასაკარგი დრო არ მაქვს, ყოველ შემთხვევაში რაღაც არჩევანის წინაშე დგას ეს პიროვნება. ახლა ფიქრობს ის, თუ სად წავიდეს, რა გააკეთოს, როგორ განაგრძოს, რომელ გზას დაადგეს. მაგრამ მან ზუსტად იცის, რომ თქვენს მიმართ დიდი მოწონება აქვს, თქვენს მიმართ დიდი სიმპათია აქვს, თქვენთან როდესაც არის სასიხარულო ენერგიებში გრძნობს თავს, სასიამოვნო მოვლენა ხართ მის ცხოვრებაში, თქვენს მიმართ ინტერესი არ უნელდება, თქვენს მიმართ სურვილი არ უნელდება, თქვენს მიმართ აქვს ბნება, ვერ ამთავრებს ამ ურთიერთობას, რაც თქვენ გიკავშირდებათ. თუ ახალი ნაცნობი არის, ის მოიხიბლა თქვენით ძალიან, თუ უკვე დიდხნიანი კავშირი არის, მას არ შეუძლია თქვენს გარეშე. მაგრამ კითხვა არის ასეთი, რომ რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენთან ურთიერთობაში და აქ მოდის პასუხი, რომ მან აირჩია თქვენთან სასიამოვნო ურთიერთობის გაგრძელება. მას სურს თქვენგან ემოციების მიღება, მას თქვენთან ურთიერთობა სურს. ის გეტყვით, რომ თქვენ მისთვის ღირებული ხართ და ის გააკეთებს ისეთ არჩევანს, რაც ახლა თქვენ მოგიტანთ დიდ სიხარულს, შვებას და ბედნიერებას. თუ აქ თქვენი პრობლემა, ურთიერთობაში პრობლემა ის იყო, რომ ვერ ჩამოყალიბდა პიროვნება თქვენთან რა სურდა და ქონდა, ასე ვთქვათ, ემოციური გათიშვები, აქ პიროვნება გადაწყვეტილება აქვს პიროვნებას, რომ თუ თქვენ უთხრით, რომ თუ არ ჩამოყალიბდები, კარგად იყავი, ეს პიროვნება ვერ დაგკარგავთ, ვერ დაგთმობთ და ეცდება, რომ რესურსი ჩადოს ამ ურთიერთობაში, ეცდება თქვენს გახარებას, ეცდება, რომ ემოციური ფონი აქ იმაღლოთ, ეცდება, რომ კარგად მოიქცეს თქვენს გამო რაღაც ცვლილებებს შემოიტანს, თავის თავს რომ ვიტყვით ხოლმე გამოაფხიზლებს. თუ თქვენ შორის იყო მესამე პირი ურთიერთობაში, აქ შეიძლება ნაჩქარებად მესამე პირს არ ჩაეხსნას
მაგრამ იმედები მოგცეთ, რომ ეს დღე აუცილებლად ოდესღაც დადგება, უბრალოდ მოითხოვს კიდევ ცოტა ხანი თქვენს მოთმინებას. არ ვიცი ხო თქვენ ამ ტექსტზე გაბრაზდებით თუ როგორ უპასუხებთ, მაგრამ შეიძლება მან გამონახოს თქვენთან საერთო ენა, რაღაცაზე დაგიყოლიოთ, სიხარული მოგანიჭოთ და ის გადაწყვეტილება მიიღოთ თქვენთან ურთიერთობაში, რომ რა პრობლემაც არ უნდა იყოს, თქვენთან ურთიერთობის გაგრძელება უნდა და არ არის მზად რომ დაგკარგოთ, არ არის მზად რომ გაგიშვათ. თუ ახლა მიყურებთ ისეთი პიროვნებები, რომლებიც უკვე ურთიერთობიდან გამოხვედით და ფიქრობთ, რომ უკვე გამიშვა, დამკარგა, შეძლო წავიდა, აქ შეიძლება მოულოდნელად ეს პიროვნება ისევ გამოჩნდეს თაიგულით ხელში. ოღონდ ეს თაიგული არ ვიცი რამდენად პირდაპირ მნიშვნელობით არის თუ გადატანითი მნიშვნელობით. ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება ესეთი საჩუქრით მოვიდეს, ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს სიურპრიზი იმ კუთხით, რომ ეს პიროვნება ისევ თქვენს სოციალურ გვერდზე გამოჩნდეს და აღიაროს, რომ ვერ შეძლო თქვენი გაშვება გულიდან და დავიწყება. დაგემშვიდობებით ჩემო მეორეებო. გადავიდეთ ჩვენ მესამე პოზიციაზე, მოგესალმებით თქვენ. და გავიგოთ თქვენს შემთხვევაში ასეთი რა გადაწყვეტილება მიიღო იმ პიროვნებამ, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ თქვენთან ურთიერთობაში. რა გადაწყვეტილება მიიღო ამ პიროვნებამ? საინტერესო კომბინაცია არის აქ. აქ შეიძლება ახალი ნაცნობი ჩაიფიქრეთ, ან თქვენზე ასაკით პატარა პიროვნება არის. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, მოქმედება მოდის მისგან, საკუთარ თავზე ინიციატივის აღება მოდის მისგან, პირველი ნაბიჯის გადმოტყმა, თუ იჩხუბეთ იკამათეთ და თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ მას არ დაუკავშირდეთ, პირველ ნაბიჯს ის გადმოდგავს. შეიძლება იყოს გადაწყვეტილება, რომ უფრო მსუბუქად, ცოტა თამაშის და ფლირტის მსგავსად გააგრძელოს თქვენთან კავშირი. ბოლომდე ჯერ რომ გითხრათ რაღაც ცოტა ბავშვური ენერგია მაინც მას დასდევს თან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შეიძლება ძალიან ბევრი შეეცადოს ურთიერთობაში, მაგრამ მაინც ის შენიშნოთ, რომ ბოლომდე ყველაფერი ჯერ ჩამოყალიბებული მასთან არ არის. ვერ გეტყვით, რომ ურთიერთობაში ესეთი რადიკალური ნაბიჯი და მკაფიო ნაბიჯი ექნება, მაგრამ მზად არის, რომ რაღაცები გამოასწოროს. მას სურს უფრო თქვენთან, რომ გითხრათ, მსუბუქი კავშირის შემოტანა, თუ ბრაზი არის, ნეგატიური ფონი არის, ან რაღაცაზე აღელვებული ხართ თქვენს დამშვიდებას, თქვენს ასე ვთქვათ, ემოციური ტალღის გადალახვაში დაგეხმარებათ. დაგამშვიდებთ თვითონვე ეს ადამიანი. შეიძლება სადმე წახვიდეთ ერთად, შემოგთავაზოთ, რომ მოდი განმარტოვდეთ, მოდი ვისაუბროთ, მოდი სადმე დავსხდეთ, მოდი ყავაზე გავიდეთ. რაღაც თავის თავზე აიღებს პირველ ნაბიჯს, რომ ეს ურთიერთობა ცოტა კიდევ დამსუბუქდეს, რომ ცოტა შელამაზდეს, რომ თქვენ სახელზე ისევ ღიმილი ჰარმონია დაინახოს. რაღაც ძველი ემოციის დაბრუნება სურს თქვენთან, კიდევ შემიძლია გითხრათ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ აი რამდენიმე პერიოდის უკან როგორი კარგი ურთიერთობა გქონდა, რამდენს ვიცინოდით ერთად, როგორ მხიარულობდით ერთად, იყო უფრო სილაღე, სიმსუბუქე და აი ამ პერიოდის დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი, რომ ყველაფერი ისევ დაამსუბუქოს, ისევ პოზიტიურ ენერგიაში დააბრუნოს, რომ ცოტა თამაშებით და ფლირტით თქვენს გულამდე მოვიდეს ისევ. შეიძლება გონებაში გადაწყვიტა, რომ თუ მას ემდუვრებოდით და საყვედური გქონდათ, რომ იყო მოქმედო ან მისგან არ გაკმაყოფილებდათ ის ნაბიჯები, რასაც აქამდე აკეთებდა და პასიური იყო. აქ შეიძლება ესეც ჩავთვალოთ, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი ინტერესი თქვენდამი უფრო მეტად გამოხატოს და დაგანახოთ, რომ თქვენ მის ინტერესებში ნამდვილად შედიხართ და ამ პასიური ენერგიიდან გამოვიდეს.
ყოველ შემთხვევაში გონებაში გადაწყვიტა, რომ მისი მხრიდან აქტიურობაა საჭირო, რომ მეტად რაც სურს ის უნდა დაგანახოთ, რომ ამისთვის უნდა ნაბიჯები გადმოდგას და მან გადაწყვიტა, რომ ახლა რა სიტუაციაშიც არ უნდა იყოთ, პირველი ქმედება, პირველი ნაბიჯი გააკეთოს თავად და სიტუაცია თქვენს შორის ახლა რაც არის სიმსუბუქისკენ და სასიხარულო ენერგიისკენ შეცვალოს. უფრო პოზიტიური ენერგიისკენ არის ეს ადამიანი გადახრილი, სიმართლე გითხრათ, ბავშვის ენერგია მაინც აქ ცოტა მაინც მაფიქრებინებს, რომ შეიძლება რაღაცები მაინც ბავშვურად გააკეთოს, რაღაცებში მაინც პატარა შეცდომები დაუშვას ან გამოცდილება არ იყოს, მაგრამ მის სურვილს, მონდომებას, მის ინტერესს, მის დაინტერესებას კვლავ დაინახავთ და ის ფიქრი მაინც გექნებათ, რომ მან ეს ჩემთვის გააკეთა, აი ამას იტყვით. მე დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ ყველას, რა თქმა უნდა და მომავალ შეხვედრამდე.